ხმაურიანი გამოდგა ნიკამელიას სასამართლო პროცესი. პარლამენტის დეპუტატი რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მიზეზი კი ბრალდებულის რეპლიკები გახდა. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრალდებულმა და მოსამართლემ სასამართლო დარბაზში იჩხუბეს და მელიას დარბაზი დაატოვებინეს. ნათია ტრაპაიძე განაგრძობს ამ თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში. ნათია, უფრო კონკრეტულად რას მოყვა შეკამათება და როგორ გადაიზარდა ეს ყველაფერი ჩხუბში? შეკამათება მოყვა ნიკამელიას თხოვნას მოსამართლისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შუამდგომლობა, რომელიც დღეს უნდა დაეყენებინა მის ადვოკატს, რაც შეეხებოდა ელექტრონული სამაჯურის მოხსნა არ მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას, დაეყენებინათ პირველ რიგში და ამის შემდეგ მომხდარიყო სხვა შუამდგომლობების განხილვა. ამასთან დაკავშირებით მელიას ადვოკატმა პროცესის გახსნისთანავე ის შუამდგომლა, რადგან მათი პოზიცია იყო, რომ დეპუტატები, რომლებიც თავდებში უდგებოდნენ ნიკამელიას, ჰქონდათ დრო შეზღუდული იმისთვის, რომ უნდა მოესწროთ მათ პარლამენტში მისვლა, სადაც დღეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენდნენ. სწორედ ამ თხოვნას მოყვა შეკამათება მოსამართლესთან, როგორც უკვე გითხარით, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდებული ნიკამელიას სასამართლოს ხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. არიან სასამართლოში, რომელსაც უზენაეს უადო მოსამართლეად ნიშნავს. მეგობრებო, ინტერესი უნდა იყოს ფიცდებს მოსამართლე, აქ ფიცდებს მოსმე და პირდაპირ გაუქმებით მე არ არის სასამართლოს ხდომის დარბაზიდან გამოძევების შემდეგ ნიკამელიამ დამატებითი განმარტება გააკეთა ჟურნალისტებისთვის. მან განაცხადა, რომ მოსამართლისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ის იჯდებოდა თუ არა სასამართლოს ხდომის დარბაზში, რადგან მან ისედაც იცის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს უნდა მიიღოს თუნდაც მის ელექტრონულ სამაჯურთან დაკავშირებით. მელიას განცხადებით, მოსამართლე გიორგი კერატიშვილი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ის დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე. არა, მოსამართლეს ბატონი არ გახავთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლეს მანტია აქვს შემოსული, მას სინამდვილეში შიგნით აცვია ქართული ოცნების მაისური. და ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე სააპელაციოში და ასევე უზენაეს სასამართლოში. და ნათელი მართლაც დადასტურება ამ ყველაფრის აი ამ სიტყვებისა, რასაც მე ხავ საუბრობ, გახლავთ ის მთელი პროცესი უკანასკნელ დღეებში, რაც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. როდესაც ზომდე მოსამართლეები მოდიან და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნას უპირებს ბიძინა ივანიშვილი, ხო? ერთ-ერთი ასეთი ბატონი გახლავთ ეს ადამიანი, ხო?
ადამიანი, რომელიც ხელოვნურად, მიუხედავად თხოვნისა, მიუხედავად შუამდგომლობის დაყენებისა, რომ სამაჯურის მოხსნა არ მოხსნის საკითხი განეხილა მას დროზე, ვინაიდან აქ დარბაზში ესწრებოდნენ პარლამენტის მოქმედი წევრები, ჩანდა შეუღრაღებელი თვალითაც, რომ იგი ცდილობდა, რომ ჩვენი დეპუტატები ვერც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში დღეს და შესაბამისად მისი კოლეგა მეგობარი ალბათ შეობას იგრძნობდა. მაგრამ ამას ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რასაც მოყვა კამათი, მე ამიტომ დავწმილმანდი. ამ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, მე ამ ადამიანს ვერ აღვიქვამ მოსამართლედ. არ არის ეს ადამიანი მოსამართლე. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რასაც შაზახებენ, იმას ამოსზახებენ. დეპუტატის ბრალდებული დეპუტატის სასამართლოს ხტომის დარბაზიდან გამოძევება პოლიტიკურ ქმედებად შეაფასეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დღეს მელიას პროცესზე იყვნენ მოსულები. მიზანი ამ პროცესის თავიდანვე ის იყო, რომ მომხდარიყო ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმით განეიტრალება, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს, იმიტომ რომ მას პრაქტიკულად გადაადგილების საშუალება აქვს შეზღუდული და ძირითადად სახში არის, იმიტომ რომ პროკურატურის გარეშე ვერ გადაადგილდება. ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს, სადაც უდიპლომო პროკურორი ბრალს უყენებს საქართველოს პარლამენტის წელს. ეს არის ამ რეჟიმის სასამართლო, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ და რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში, როგორ არჩევს ივანიშვილი მისთვის მორჩილ მოსამართლეებს, ეხლა უკვე იმისათვის, რომ უზენაეს სასამართლოში გაიმყაროს პოზიციები და ყავდეს ის ადამიანები, რომლებიც რასაც უნდა, იმას გააკეთებენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ბრძოლა ქართულ ხალხთან ივანიშვილის აუცილებელი დამარცხებით დამთავრდება. ეს წარმოუდგენელია, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილი კი არა, სულ სხვა რომ იყოს. დეპუტატი იმისთვის არის, რომ ხალხის რჩეულია და არის პარლამენტში და მაგისი მოვალეობა პირველ რიგშია, რომ ხალხს ემსახუროს, გამოვიდეს სიტყვით, შეხვდეს ამომრჩევლებს, გაწიოს პროპაგანდა, რომ უკეთ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე და შენ რომ ამას აკეთებ და იძახი, დემოკრატიული ქვეყანა ხარ. ბატონო ივანიშვილო, არა ხარ დემოკრატიის მომხრე თქვენ. ნიკა მელიას გამოძევების შემდეგ სასამართლოს ხტომა გიორგი კერატიშვილის თავმჯდომარეობით ამ წუთებამდე გრძელდება. მოსამართლემ გარდა იმისა, რომ უნდა იმსჯელოს უკვე მელიას გარეშე მისთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა დატოვების თაობაზე, ასევე უნდა დაამტკიცოს ის მტკიცებულებები, რომელიც უნდა გადავიდეს უკვე შემდეგ არსებითი განხილვის ხდომაზე.